ყორშა. აი, ყორშაში ვართ ახლა ჩვენ, მაგრამ ამ წერტილიდან დღეს ჩვენ მოვივლით მთელს ხევსურეთს. გაუყვებით გზას დათვის ჯვრისკენ, მარცხნივ არხოტის ხეობა, პირდაპირ ლებაისკარი, გზა რომელიც მიგვიყვანს, შატილამდე, ანატორამდე, აგერ მუცო, არდოტი, მთელი ხევსურეთი, რომელსაც ჩვენ ახლა მოვივლით იმისთვის, რომ მოვყვეთ თუ როგორ მზადდება და როგორი ტრადიცია აქვს ხევსურულ ლუდს. თუმცა აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ მხოლოდ ხევსურეთი არ არის დღეს ჩვენი ინტერესის ობიექტი. იმიტომ რომ დღეს ჩვენ საუბრობთ ქართული მთის ლუდის ხარშვასა და ტრადიციებზე. ხოლო მთა თავისთავად მოიცავს არა მხოლოდ ხევსურეთს, არამედ თუშეთს, ფშავს, ოსეთის ნაწილს. მე ვფიქრობ, საინტერესო რეპორტაჟი გველის, ერთგვარი ექსპედიცია და აი ეს შესავალი თუ იყო პატარა და მცირე მცდელობა იმისა, რომ შოთა არაბულის არაჩვეულებრივი ნახატი რეალობაში ამ ფორმით გადმოგვეტანა, გადმოტანა, გაცოცხლება და ხევსურული ლუდის ხარშვის ტექნოლოგიის პირდაპირ ჩვენება, აი ახლა რომ გველით ისეთი უნდა. მოკლედ, ერთად ვიკვლევთ ქართული მთის ლუდს და უძველეს ტრადიციას, რომელიც რიტუალური სასმელის ამბავს გვყვება. დილის 6-ის ნახევარზე ჩუმი ხმები მაღვიძებს. ირეცხება და მზადდება ქვაბები. შეშა, მასალა. მამაკაცები საქმეში არიან. ქალები სამზადში. მე აივანზე ვდგავარ მოშორებით, რადგან გამაფრთხილეს, რომ ქალის მიკარება არ შეიძლება. ლუდის ხარშვა რიტუალური ტრადიციაა და დღეობისთვის წმინდა სასმელი მზადდებაო. სხვა რა გაეწყობა? ჩვენი ოპერატორი ახლოს იმოძრავებს, მე კი შორიდან დავაკვირდები ხევსურული ლუდის ხარშვის სრულ პროცესს. სალუდე ქერი ჯერ უნდა დაალბო, რომ ღივი გამოუშვას, შემდეგ ფარდაკზე გაფენ, გააშრობ, გაშრობის შემდეგ იღერღება, იფქვება. უკვე სალუდე მასალა ჩნდება. შემდეგ ამას ჩაყრი ქვაბში და მიცემ წყალს 1-3-ზე და მერე უკვე მიდის ხარშვა. უძველესი დროიდან წამოსულ ტრადიციაში ზუსტად არის განსაზღვრული ყველა დეტალი. მათ შორის ქვაბის მასალაც, რადგან ნამდვილი გემოს მიღება სწორედ ჭურჭლის ხარისხზეა დამოკიდებული. სპილენძის, რა თქმა უნდა, ყველა ჭურჭელი რითის ლუდი მზადდებოდა, იყო სპილენძის და ხის. ახლა ლუდის ხარშვა არაბულების ეზოში გვაქვს გამართული, თუმცა მთაში ოდით განვეცნობილია, რომ ხარშვის პროცესი ხატში მიმდინარეობდა დღესასწაულების დროს. ხატში არის შენახული სალუდე ქვაბებიც. ლუდი არის ერთგვარი შერწყმა საერო და რელიგიური ცხოვრების წესებისა. ისაა ლხინის დღეობების ნაწილიც და ის არის რიტუალური სასმელიც. მთის ხალხი კი წმინდა სასმელის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულებით გამოირჩევა. ვინ მოხარშა მთაში პირველად ლუდი, ეს უცნობია. ისტორიკოსები ამბობენ, რომ ყველაფერი შუამდინარეთიდან დაიწყო, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან. იმასაც ამბობენ, რომ დამზადების წესი მთაში გრძნეულმა ამოიტანაო. მოკლედ, ვერსიები სხვადასხვაგვარია. ჩვენი საოცრები დაარსდა იმ დღიდან უკვე დაიწყეს ლუდის დამზადებაც. ღვთაებებთან არის დაკავშირებული. არის თქვათ რომელიმე კონკრეტული ყველაზე რეალური ვერსია საიდან წამოვიდა ან დამზადების წესი თქვათ პირველად რბინ შემოიტანა თუ მაგალითად მართლა შუამდინარეთია და მართლა ის აღმოსავლეთის ქვეყნებია საფუძველი. აქ როგორ ამოვიდა ეს ყველაფერი? აი მთაში რა ამოიყვანა ლუდი? ხევსურული გადმოცემებით მითოლოგიური გადმოცემებია, როდესაც ხევსურებს დაულაშქრავთ ქაჯავეთი, ეს ქაჯავეთი არ ვიცი სად იყო, რა ქვეყანა იყო, იქედან წამოუღია განძი და ეს ლუდის კულტურაც. და იქედან ნახირი გამოურეკავს და ერთი ყოფილა ერთრქიანი ხარი. და ის ხარი რო დაუკლავს, შეუწირავს მსხვერპლად, იმ ხარის რქით თურმე წყავდნენ. ეხლა ჩვენ წვით ვაძლევთ და უშუალოდ ორი ნაწილი წყალი, ერთი ნაწილი ალაო. და აი იმ რქით თურმე წყავდნენ. ეხლა ჩვენ ვედროთი და რაღაც ჭურჭლებია ხის. საწყავი იყო რქა? კი, საწყავო იყო ის. ვილი განსაკუთრებით უყვარდა ხალე, ბავშვი
ჩაუდრესა სამაგურსა კარტოფილი დავალი. ეს მოდი ავიდა. კომპოტის გემოვა, ხო? ტკბილი კომპოტი. ხალებს ცოდნიათ მისი ხარისხის შემოწმება. ახლა გაჩვენებთ როგორ. ანუ თურმე ესე ხელზე უნდა დაისხა ცოტა. ესე დაისხა და აი ესე გააკეთო. რაც უფრო მეტად მიეწებება თითები ერთმანეთს, ესე იგი სიტკბო მეტია და ესე იგი უკეთესად დადუღდება თავად ლუდი. და ამით ისინჯებოდა თურმე ყოველთვის და ახლაც ისინჯება ტკბილის ხარისხი და სამომავლოდ უკვე ლუდის ხარისხი. სხვათა შორის აქ გითხრეს რომ აი ახლა ეს რომ გავაკეთეთო ბებიას თითები გაგვახსენდა, ბებია ჩვენი როგორ ამოწმებდა ლუდის ხარისხს და როგორ მიგვითითებდა, უფრო მეტად დაადუღეთ და დაატკბეთო. ასე რომ მივყვებით ბებია ბაბუების და ძველების ტრადიციას და ვამზადებთ ნამდვილი მთის ლუდს ხევსურეთში. თulis რამდენი თაობის წინანდელმა ბებიამ გააკეთა პირველად ასეთი დეგუსტაცია. ან საერთოდ რამდენი საუკუნის წინ ჩამოყალიბდა ლუდის ხარშვის კულტურა მთაში. წარმოშობის თარიღი უცნობია. თავარი ის არის, რომ დრომ ამ ტრადიციას ვერაფერი დააკლო. ეხლა აქ ნიშანი აქვს, როდესაც 4 თითზე დაიწევს. უკვე საკმარისია მისი დუღილი. შემდეგ ეძლევა სვია, კიდევ იხარშება და მერე მიეცემა საფუარი და მიმდინარეობს დუღილის პროცესი, რომელიც დაახლოებით 2 კვირა გრძელდება, ან უფრო მეტი. ჩვენ ვარაუდობთ, რომ სადღაც 200 ლიტრამდე უნდა გამოვიდეს. დილიდან ვაკვირდები ამ პროცესს, რა რუდუნებით, სიზუსტით, პატივისცემით სრულდება მთელი წესი. და ვფიქრობ, რომ მთა მხოლოდ გეოგრაფიულად არ არის ჩაკეტილი ხეობა. მთას ნამდვილად შეუძლია წესჩვეულებების დაცვა და შენახვა, ურყევი ხასიათით და წესრიგით. ამიტომ ამ პროცესის ნახვით ზუსტად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, თუ როგორ ცხოვრობდა, ლოცულობდა და ილხენდა საუკუნეების წინანდელი მთის მოსახლეობა. ქართველი კაცი ახერხებდა, იმიტომ იყო თვითკმარი. ამას 1000 წლეულები დაჭირდა. იმიტომ იყო ჭკვიანი, იმიტომ არის ინტელექტუალური საკუთრების პროდუქტი ეს ყველაფერი. მან იფიქრა არსებული რესურსები, რაც მის წინ იყო, საუკეთესო ვარიანტი მათი გამოყენების მოიფიქრა და მიიღო უნიკალური პროდუქტები. ამიტომაც არის ესეთი პროდუქტები ინტელექტუალური საკუთრება, ამიტომაც დარეგისტრირდება და ამიტომაც გვინდა რომ ეს ჩვენი განძი გაიცნოს მთელმა მსოფლიომ და მთელი მსოფლიოს მასშტაბით იყოს დაცული. საკპატენტი დასარეგისტრირებლად ამზადებს საქართველოს მთიანეთის ტრადიციულ ლუდს. ამ სახელწოდების ქვეშ გაერთიანდება თუშეთის, ფშავ-ხევსურეთის და ცხინვალის რეგიონებში წარმოებული ლუდი, რომელიც ზედმიწევნით დაიცავს ტრადიციულ წესს. უმთავრესია ინგრედიენტების წარმოშობის საკითხი. ქერისგან მიღებული ალაო, სვია, საფუარი და წყალიც კი ყველაფერი აუცილებლად ადგილზე უნდა იყოს მოწეული, რომ ლუდს ავთენტური გემოქონდეს. რა თქმა უნდა ეს ნატურალურია და ქიმია არ არის, ქიმიური პროცესი არაფერი არ ურევია სხვა. ამიტომაც არის განსაკუთრებული ის კამპანია, რომელსაც საკპატენტი იმედთან ერთად აწარმოებს, რომ ეს პროდუქტები გარდა იმისა, რომ უნიკალური პროდუქტებია, თითოეულ პროდუქტში გამოხატულია ყოფა, ცნობიერება, მიდგომა, ცხოვრების წესი ადგილობრივი მოსახლეობის. ალაოს მოხარშვა, გაწურვა, სვიის დამატება, კიდევ ხარშვა, კიდევ გადაწურვა, დადგმა და დადუღება, დალოდება და საბოლოოდ უნიკალური გემოვნების მქონე ლუდის მიღება. მთელი ეს პროცესი ქმნის უნიკალურ პროდუქტს, რომლის რეგისტრაციის საქმის წარმოება უკვე დაწყებულია. მთის ტრადიციული ლუდის სპეციფიკაცია საკპატენტში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ წარადგინა. მართალია ეს ლუდი ფართო მასშტაბით არ იწარმოება და ექსპორტზეც არ გადის ჯერ, მაგრამ მას უკვე აქვს დაგროვილი საკმაოდ მაღალი რეპუტაცია და მთაში ამოსული ტურისტების უდიდესი რაოდენობა ამ ლუდს ეცნობა. აგემოვნებს, ტარდება ეგრეთ წოდებული ლუდის ტურები. კონკრეტულად დარეგისტრირება კი ძალიან შეუწყობს ხელს ზოგადად რეგიონის განვითარებას და ასევე აგროტურიზმს. გაუფილტრავი ლუდია, ხალხური ტრადიციები დამზადებული ლუდი. თუმცა აქაური მოსახლეობა სვამს ამას. ყველა სვამს. მოსუ კი არა, მოსულის სტუმრები უფრო ბევრ სვამენ ვიდრე აქაურები. ჩვენ შეგვიძლია დავათვალიეროთ არქეოლოგიურ გათხრებში აღმოჩენილი ლუდის სასმისები. ხისგან, სპილენძისგან და ზოგჯერ ვერცხლისგან დამზადებული ჭურჭლის ასეთი რაოდენობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ პროდუქტის უნიკალურ ქართულ წარმომავლობას. საინტერესოა უშუალოდ სმისა და სადღეგრძელოს საკითხი როგორ არის და რატო ფიქრობდა ხალხი წლების განმავლობაში, რომ ლუდით დალოცვა პირიქით შეურაცხყოფას ნიშნავდა.
საერთოდ ხევსურეთში თამად არ იყო და არც სათეგზელები იყო. და სადიდებლებს ამბობდნენ, ლოცავდნენ. 19 საუკუნიდან რუსები რო შემოვიდნენ, გაჩნდა რაღაც დამახინჯებული სათეგზელების ტრადიცია. მთიან რეგიონებს ებრძოდნენ, ხევსურეთს ებრძოდნენ და იქიდან მოშლიყო ეს ფესვები და მე იქიდან დაიწყო და უკვე მე აიტაცეს თვითონ ქართველი მოწდა. ეხლა ლუდით, მაგრამ ლუდი ჩვენთვის წმინდა სასმელია. შორს ჩვენგან ყოველგვარი ურწმუნოება და ტრადიციების მივიწყება. სადაც ასეთი ლუდი იხარშება, იქ მთავარი სადღეგრძელოც ხომ უნდა დაილეოს. უძველესი ლუდის სასმისი და რა თქმა უნდა მთის ერთ-ერთი მთავარი ტრადიცია, რაც არის ლუდით დალოცვა და სადღეგრძელო. ხო ხედავთ რა შეასაქმე და მე მგონი ადვილი მისახვედრია რა მოხდება. ახლა ჩვენი მაყურებელი ნახავს, როგორ გულშემატკივრობს ხევსურეთი საქართველოს ევროპაზე. აი აქ ახლა დიდი ამბავი დატრიალდება. ჩვენ ვართ ერთადერთი მსოფლიოში, რომლებიც მისალმებისას ერთმანეთს გამარჯვებას უსურვებთ. ეს ჩვენი ისტორიული წარსულიდან მომდინარეობს, იმიტომ რომ ქართველი კაცი სულ საომრად მიდიოდა და ჩვენი გენეტიკური მოთხოვნილებაა გავიმარჯვოთ. ამიტომაც სპორტში თითოეული გამარჯვება, თითოეული წარმატება ქართველი კაცისთვის ასოცირდება თავისი ბუნებრივი, ისტორიული, გენეტიკურ მოთხოვნილებასთან. ამიტომაც არის ქართველებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ყოველი გოლი, ყოველი წარმატება და მე ვფიქრობ, რომ ჩვენმა ბიჭებმა ეს წარმატება და ეს სიხარული, ეს მოთხოვნილება ქართულ ხალხს დაუკმაყოფილებ. ჩვენ კიდევ ვეცადეთ, რომ საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სასაზღვრო კუთხიდან და რეგიონიდან, ხევსურეთიდან ისე დაგვეჭირა მხარი, როგორც შევძელით და მე მგონი გამოგვივიდა. ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში ბუხართან ფისტოდით ქართული ლუდით ჩვენ გულშემატკივრობდით საქართველოს. ეს უხურესი ტაიმი მოვიდეს. დიდი ბიჭო. ლუდია, სვანეთია, აჭარა, ყველაფერი ფერღურუთის ირგვლივ ტრიალებს. რა თქმა უნდა და ზუსტ არ არის გასაკვირი ეგ ამბავი, რა თქმა უნდა. რა სიხარული გვაჩუქა ამ ხალხს. აბა